თუ გაინტერესებთ, რა საბაჟო რეგულაციებს ექვემდებარება საქონელი საქართველოში შემოტანისას ან საქართველოდან გატანისას, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა. საბაჟო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, სასაქონლო კოდების სერვისის გამოყენებით. სერვისის სარგებლობისთვის ეწვიეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს. გახსენით სერვისი სასაქონლო კოდები, რომელიც საშუალებას იძლევა მოიძიოთ დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზისა და იმპორტის გადასახადის განაკვეთები, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზისა და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი. საქონლის საბაჟო პროცედურაში, რეექსპორტში მოქცევისას, საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტები. ქვეყნების ნუსხა, რომლებთანაც გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები ითვალისწინებს ამ ქვეყნებში წარმოშობილი საქონლის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას. განვიხილოთ სასაქონლო კოდების სერვისის გამოყენებით ძებნის მაგალითი, როდესაც ზუსტად იცით სასაქონლო კოდი. დავუშვათ გსურთ საქართველოში შემოიტანოთ ვაშლის ნერგები სასაქონლო კოდით 0602208000. აირჩიეთ ჩანართი ძებნა კოდით, საძიებო ველში ჩაწერეთ სასაქონლო კოდი, მონიშნეთ შემოტანის ველი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ახორციელებთ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის, დროებით შემოტანის, შიდა გადამუშავების ან ტრანზიტის საბაჟო პროცედურას მონიშნეთ შემოტანა. ასეთ შემთხვევაში სისტემა გაჩვენებთ მხოლოდ შემოტანასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ხოლო თუ ახორციელებთ ექსპორტის, გარე გადამუშავების საბაჟო პროცედურებს ან რეექსპორტს, მონიშნეთ გატანა და სისტემა გაჩვენებთ მხოლოდ გატანასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ძებნის პროცესს და შეამცირებს ძებნის დროს. დავუბრუნდეთ მაგალითს. შემოტანის ველის არჩევის შემდეგ დააწექით ძებნის ღილაკს. ჩამოშალეთ სასაქონლო კოდის აღწერა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სასურველ საქონელთან დაკავშირებულ განაკვეთებსა და საბაჟო რეგულაციებს. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ მწვანე სიმბოლო საშუალებას გაძლევთ შეიტყოთ ინფორმაცია საქონელზე არსებული შეღავათების შესახებ. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში ვაშლის ნერგები გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურის სათესი და სარგავი მასალის იმპორტი. კალკულატორის ღილაკზე დაწყაპებით შეძლებთ მოცემული სასაქონლო კოდისთვის დაითვალოთ გადასახდელების ოდენობა. გაითვალისწინეთ, რომ სერვისით უხარვეზოთ სარგებლობისთვის სასაქონლო კოდი უნდა მიუთითოთ 11 ნიშნა დონეზე. გრაფებში სრულყოფილად ჩაწეროთ შესაბამისი ინფორმაცია და დააწვეთ ღილაკს გამოთვლა. ღილაკზე გამცემი უწყება მოთხოვნა დაწყაპებით შეგიძლიათ ნახოთ ამ დოკუმენტის გამცემი უწყების შესახებ ინფორმაცია, ხოლო მოთხოვნის ღილაკზე დაწყაპებით მოითხოვოთ ამავე უწყებებისგან მათი გაცემა, ან თუ რეგულაცია ითვალისწინებს დაინტერესებული პირის მიერ შევსებას, თავად შეავსოთ ეს დოკუმენტი. განვიხილოთ მეორე მაგალითი. დავუშვათ ამჯერად სასაქონლო კოდის შესახებ ინფორმაციას ვერ გაწვდით გამყიდველი. ასეთ შემთხვევაში გაქვთ ორი შესაძლებლობა. პირველი, ისარგებლოთ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის სერვისით, ან მეორე, გამოიყენოთ ძებნა დასახელები და ძებნა აღწერით ჩანართები. წინასწარი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ თქვენი ავტორიზებული გვერდიდან. კერძოდ, სწრაფი ძებნის მეშვეობით გახსენით აპლიკაცია განცხადებები. გამოტანილ ჩანართში დააწეკით ღილაკს ახალი განცხადების რეგისტრაცია. საძიებო ველში ჩაწერეთ საკვანძო სიტყვა სასაქონლო კოდის და აირჩიეთ განცხადება სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა. ხოლო თუ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის სერვისით სარგებლობა არ გსურთ და ვერც გამყიდველი გაწვდით სასაქონლო კოდის შესახებ ინფორმაციას, ასე დროს საქონლის სავარაუდო კოდის განსაზღვრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნა დასახელებით ან ძებნა აღწერით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძებნის შედეგები შესაძლოა ზუსტად არ აღწერდეს თქვენი საქონლის სპეციფიკას. მაგალითად, დასახელებით ძებნის შემთხვევაში, თუ ჩაწერთ სიტყვას პომიდორი, სისტემა გამოიტანს ყველა იმ კოდს, რომლის ბრძანებით დამტკიცებულ დასახელებაში ნახსენებია სიტყვა პომიდორი, თუმცა არ გამოიტანს ისეთ კოდს, სადაც ნახსენებია ბოსტნეული, რაც შესაძლოა ასევე საინტერესო იყოს თქვენთვის. ხშირ შემთხვევაში საქონლის ჩვენთვის ცნობილი დასახელება განსხვავდება ბრძანებაში მითითებული დასახელებისგან. ამიტომ, როდესაც არ იცით სასაქონლო კოდი, რეკომენდებულია ძებნა განახორციელოთ ძებნა აღწერით ჩანართის გამოყენებით. მაგალითად, ჩურჩხელის სასაქონლო კოდი, რომელიც ვერ მოიძებნა დასახელებით ძებნის ჩანართის გამოყენებით, შეგიძლიათ იპოვოთ ჩანართით ძებნა აღწერით. გაითვალისწინებთ, რომ ორივე შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე სიტყვიანი ძიების განხორციელება. მაგალითად, ზუსტად არ იცით საქონლის დასახელება, მაგრამ გახსოვთ, რომ წიწიბურას ფანტელს უკავშირდება. შეგიძლიათ ეს ორი სიტყვა ჩაწეროთ ნაჩვენები კომბინაციით, პროცენტის სიმბოლოს გამოყენებით და დააწვეთ ძებნის ღილაკს. შედეგად სისტემა გამოიტანს ინფორმაციას, სადაც ნახსენებია არა მხოლოდ სიტყვა სიტყვით წიწიბურას ფანტელი, არამედ ისეთ შედეგებსაც, როგორიცაა წიწიბურას და შვრიის ფანტელი ან წიწიბურას ფანტელები. სასაქონლო კოდების სერვისი ხელმისაწვდომია ასევე ინგლისურ ენაზე, რისთვისაც უნდა დააწვეთ შესაბამის ღილაკს. შემოსავლების სამსახური გისურვებთ წარმატებას.